თურქეთში მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა. სტიქიის ეპიცენტრი ბალი-კესირის პროვინციაში იყო. მიწისძვრის შედეგად 16 შენობა ჩამოინგრა. სამძებრო სამაშველო სამუშაოები უკვე დასრულდა. მსხვერპლის შესახებ სხვა ცნობები არ გამოქვეყნებულა. თურქეთში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა გუშინ მოხდა. ჩვენი ჟურნალისტი ოთო მღებრიშვილი იმყოფება ახლა მიწისძვრის ეპიცენტრში, დეტალებს სწორედ ის გიამბობთ. დიახ, თურქეთის რესპუბლიკაში გუშინ ანკარის დროით 19 საათსა და 53 წუთზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ 6.1 მაგნიტუდი შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ბალი-ქესირის პროვინცია იყო. ასევე ბიძგები იგრძნობოდა ისე დიდ ქალაქებში, როგორიც არის სტამბული, იზმირი და ესქიშეჰირი. ქალაქ ბალი-ქესირში ძლიერი მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაინგრა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით გარდაცვლილი არის ერთი პირი, 91 წლის მამაკაცი, ხოლო 29 დაშავებული გადაყვანილი არის კლინიკაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღსანიშნავია, რომ პირველი მიწისძვრის შემდეგ, რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ განმეორდა ბიძგები, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აღნიშნულ შემთხვევას ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ის მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს, ხოლო გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქალაქ ბალი-ქესირის 68 უბანში 16 შენობა ჩამოინგრა. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. აქვე დავამატებ იმას, რომ ბიძგები არ იგრძნობოდა საკურორტო ქალაქ ანტალიაში. დაშავებულებს შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ტელეკომპანია თრიალეთის გადამღები ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მუშაობას. დამატებითი დეტალებით ჩვენ შემდეგ გამოშვებებში დაგიბრუნდებით.